მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ალგეთის წყალსაცავიდან. ძალიან მაღალზე გვაქვს წყალი ამოწეული, ფაქტიურად სრულად შევსებული კი არა და გადავსებული არის ალგეთის წყალსაცავი. რა თქმა უნდა, მოვედით იმისთვის, რომ სპინინგით ვითევზაოთ, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით. რაც შეეხება სატყუარას, თავისთავად დავიწყებ მე უკვე ძალიან კარგად ნაცნობი მოდელით, ეს არის Fanatec-ის ბრენდის პავუკი, ანუ იგივე ობობა, ესეთი ფეხებით, რომელიც არის მოტივტივე, ანუ ფსკერზე დაცემის შემთხვევაში თავს და ფეხებს წამოწევს და ესებს ფსკერზე მოძრაობს. თავისთავად წყლის ქვეშ არის დინება, რომელიც ამოძრავებს აი ჩვენს პავუკის ფეხებს. კარგი. ახლა გავთვალოთ ესეთი რაღაცა. გვერდულად ვითევზაოთ ნაპირებში. აი ესე გადავაგდოთ. გვერდული გადაგდებით, ვცადოთ გატარება. არ ვიცი ახლა როგორი სიტუაციაა, მოდის არ მოდის თევზი აქტიურია თუ პასიურია, ამას გავარკვევთ აუცილებლად დღევანდელ თევზაობაზე, თუმცა იმედი მაქვს რომ რაღაც რაოდენობას მაინც დავიჭერთ. ველოდებით რომ ფსკერზე ჩავარდეს სატყუარა, როგორც კი ჩავარდება, ვიწყებთ გატარებას. გატარება ანუ სტანდარტული მარტივი, ანუ ჯოხი ესე იგი 12 საათის ისრის მიმართულებით 45 გრადუსი რო გვეჭიროს ესე. გატარება არის ასეთი. 2 ამოტარება, პაუზა. ანუ 2 ამოკრა, პაუზა. ამოკრა, პაუზა და ასე ეტაპობრივად ვატარებთ. აი ამ პაუზაზე უმეტეს შემთხვევაში იცის დარტყმა ქორჭილა. განსაკუთრებით ამ სატყუარაზე, როდესაც პასიური სატყუარაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსკერზე როდესაც აგდია, ფეხებს წამოწევს და თავისი თამაში აქვს, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის თევზისთვის, რა ჩვენს პაუქს და იმედი მაქვს, რომ ამ სატყუარზე კარგად გავერთობით. GoPro სნიმაი ვიდეო. დავსვით. რა კარგია. რა კარგად იბრძვის. ჯოხი რა თქმა უნდა ძალიან კარგია, კოჭაც არაჩვეულებრივი. და თევზის მშვენიერი. ესე იგი მეგობრებო, პავუკი დავაყენე თავიდან როგორც ნახეთ და დაახლოებით 3 ჩარტყმა მქონდა, რომელიც რეალიზებული არ იყო. სავარაუდოდ ყუდზე კიდევდა მხოლოდ და ამიტომ არ ჟდებოდა. შემდეგ დავაყენე ესეთი სატყუარა ახალი ბრენდის საქართველოში, Trixbait-ი, მოდელი Rufi. ესეთი საკმაოდ ღრმა წყალია, 3.5 გრამი მაქვს ახლა მე სიმძიმე გამოყენებული და დაახლოებით 10-დან 15 წამამდე ჭირდება რომ ჩავარდეს ფსკერზე. საკმაოდ ღრმა არის. აი, კაი დარტყმა იყო ისევ. არის კიდევ დარტყმა. დაჭდა პატარა ქორჭილა, შკარად პატარა. ძალიან პატარა. ფაქტიურად არ იბრძვის რა ესეთი პატარა. ესეთი რაცუკა ქორჭილა. მაგრამ სამაგეროდ Trixbait-ის Rufi-მა ისევ და ისევ კარგად იმუშავა. დავსვით ამჯერად ოდნავ მოსდენი. სტანდარტია იგივე ალბათ რაც პირველი თევზი დავიჭირეთ. მოდი ქორჭილის მოდი. ბაყაყები გვიშლიან ხელს. ესეთი სტანდარტული ქორჭილა. მოკლედ Rufi-მა ისე კარგად იმუშავა, რომ სხვა სატყუარას ჯერჯერობით არ დავაყენებ. მოკლედ Rufi აღმოჩენა არის ერთ-ერთი საუკეთესო არის ამ ბრენდში, Trixbait-ში და გავაგრძელოთ. გადავიდეთ სხვა ადგილას მეგობრებო, იმიტომ რომ თევზი არ აქტიურობდა იმ წერტილში, სადაც პირველად დავდექით. მაგრამ არა უშავს. იმედი მაქვს რომ სხვა ადგილას აქტიური ქორჭილა დახვდება. როდესაც წყალი აწეულია, საკმაოდ რთულია გადაადგილება, იმიტომ რომ აქტიურად ნაპირი აღარ აქვს ამას.
ამიტომ ტყეში გიწევს სიარული. შესაბამისად ვეძებთ ახლა ის წერტილს, სადაც შეიძლება გავიდეთ, ანუ ნაპირთან ახლოს და ვითევზავთ. ჯერჯერობით ვერ მივაგენით. მეგობრებო, შევიცვალეთ ადგილი. ვერ გეტყვით ახლა ზუსტად რა ადგილას ვართ. დავდივართ მოკლედ ტყეში და სადაც შევხვდება ღია წერტილი, გამოდივართ და ვიწყებთ თევზაობას. ორი ცალი ქორჭილა მყავს ჯერჯერობით დაჭერილი. ახლა ახალ ადგილზე დავაყენე ისევ პაუკი და ვცდილობ რომ დაბლა დაწეული ჯოხით გვერდულად გამოვარტყა სატყوارა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ფსკერიდან ძალიან ზევით არ ამოვწიო, იქვე ფსკერზე ვათამაშო პატარა-პატარა წახტუნებებით. ასე დროს ზოგადად პასიური ქორჭილა უფრო მეტად აქტიურობს ხოლმე სატყوارაზე. თუ განსაკუთრებით პასიური სატყوارა, ანუ თავის თამაშიც თუ აქვს, ეგ კიდე უფრო კარგია და რადგან ეს მოტივტივე სატყوارაა და თავისივე ფეხებით რაღაც ანიმაციას აკეთებს, ვფიქრობ რომ შეიძლება წარმატებული იყოს. სპინინგი ზუსტად ეს არის, აუცილებელია ბევრი ექსპერიმენტის ჩატარება. არის დარტყმა, აი, დაჭდა, პაუზა გავაკეთე თუ არა, კარგი ზომა ჩანს. კი ბატონო, საკმაოდ კარგი ზომა. პაუკმა ისევ შვენივრად იმუშავა. მოკლედ პასიურ თევზზე პაუკი ძალიან კარგი სატყوارაა. გავუშვათ. ესეთი კარამელის ფერი 002 პაუკი. დავსვით. კარგად იბზვის. ოი, რა კარგი ხარ. კარგი ქორჭილა. ამდივად. ბომბორა ქორჭილი უსია. ესეთი. გადავუღოთ რამდენიმე ფოტო და შემდეგ აუცილებლად გავუშვათ. დარტყმა არის. დავსვით კიდევ ერთი ცალი. მოყვება. ყოველს ისევ გააქტიურდა. ესეთი ქორჭილიუსი. გაზიანი ქორჭილა. ესეთი. ისევ რა თქმა უნდა, პაუკზე 002 ფერზე. 1.5 ინჩიანი ვერსია არის ეს. იყო დარტყმა, არის დარტყმა. დავსვით ქორჭილიუსი. შვენიერი. ისეთი ხარბადა აქვს აღებული, ნახეთ, სრულიად გადაყლაპული აქვს სატყوارა. როგორც ჩანს 007 ფერი ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ ოთხი თავიდანვე ასეთი პატარა, ასე იგი დარტყმას არ აჩერებს. 002 ფერზე თითო დარტყმას აკეთებდა და ანებებდა თავს. ამ შემთხვევაში დარტყმაზე არის. ეს ფერი აშკარად უფრო მოეწონა დღეს. 007, აბა, გავაგზავნოთ, საინტერესოა ისევ თუ გააგზელებს ასეთ აქტიურობას ამ ფერზე. აი ზუსტად ეს არის რა. უნდა კონდეს ალბათ მინიმუმ 3 ფერი ერთ სატყუარაში, ერთ ზომაში, რომ არჩევანი გააკეთო, ანუ ცვალო, ექსპერიმენტი ატარო, უნდა ეცადოთ რომ განსხვავებული ფერები კონდეთ. თუ მაგალითად თავიდან იწყებთ და 3 ვარიანტს, ანუ 3 ფერს აარჩევთ, ერთ მოდელს, ერთ ზომას, ეცადეთ რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ფერები იყოს. მაგალითად 027, ანუ მოტოროილი, ანუ ძრავი ზეთის ფერი, კარამელი, რომელიც ღია არის და მესამე, აი მაგალითად ესეთი იასამანი მუქი. აი ეს 3 ვარიანტი ვფიქრობ რომ ისეთ
განსხვავებებს იძლევა ერთმანეთში, ფერები განსხვავებულია, ღია, მოტოროილი, უნივერსალი და ეს მუქი 007, ანუ მუქი იასამნისფერი. აი ესეთი ფერების სხვაობა თუ გექნებათ, ჩათვალეთ რომ თითქმის აი სრულად გაქვთ ის ფერები, რაც შეიძლება ბუნებაში არსებობდეს რა, ნუ პლუს მინუს თავისთავად ახლა. ზუსტად ვერ მივამსგავსებთ ვერაფერს. ნუ თევზსაც სხვადასხვა ტიპის ხასიათი აქვს. დღეს შეიძლება რაღაც ერთ კონკრეტულ ფერზე აქტიურობდეს, ხვალ მეორე ფერზე აქტიურობდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მრავალფეროვანი არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია სპინინგი თევზობაში. შვენიერი კორჩილიუსი დავიჭირეთ. ნუ ისევ იგივე ზომა პრინციპში რა. მაგრამ თავარია შედეგი. ესეთი პატარა ზომაც კი, როდესაც კარგი აღჭურვილობა გაქვს, შვენიერ შეგრძნებებს იძლევა, ასე რომ სპინინგი თევზაობა ვისაც გაინტერესებთ და ჯერ არ დაგიწყიათ, აუცილებლად სცადეთ, დარწმუნებული გრძანდებოდეთ, რომ ძალიან მოგეწონებათ. დავსვით. ესეთი კორჩილიუსი. პატარა. დავსვით კორჩილა. კი, მუქი იასამნისფერი, ლურჯი, რა ვიცი, როგორი ფერის გინდა იყოს. 007-ია მოდელის ფერი და. მოიყანე რა. ყუთში დევს ისე. იქ. ესეთი. დავით. ესა? ეს კაი ზომა ჩანს, დავსვით კიდე ერთი. ოჰო, კი ბატონო, ეს კაი ზომა, ნამდვილად. კაი კორჩილა. ესეთი კორჩილიუსი. Bravo. ora, კარგი დარტყმა ქონდა ესა. დავინახე როგორ დაარტყა. ცოტა იქით გაიწეგა და კი. ეფომ დაიჭირა. თანაშკარად ნორმ ზომაა, ხო? კი, კარგი ტიპია. შვენიერი. მეგობრებო, ვასრულებთ თევზაობას. საკმაოდ ჩამოცხა. 10 საათი არის ახლა შესაბამისად თევზის გაპასიურდა. უბრალოდ გაჩვენებთ დღეს რა სატყუარებმა იმუშავა ყველაზე მეტად. პირველ რიგში აი ესეთი მოდელი Trixbait-ის ბრენდის Rufi 1.6 ინჩიანი კარამელი 005 ფერში. აი ესეთი მოდელი არის, ეგეთი წაგრძელებული კუდით, მრგვალი რაღაც საინტერესო ვარიანტია. თან არომატული სილიკონია, თევზს პასიურობის დროს ძალიან მოსწონს. ასევე კარგად იმუშავა Fanatic-ის ბრენდის პავუკმა, იგივე ობობამ. ეს არის 002 ფერი კარამელი. ძალიან კარგი სატყუარი არის განსაკუთრებით პასიურ თევზზე, როდესაც ძალიან პატარა ლუკვებით იკვებება თევზი. პასიური სატყუარი, რომელიც სკერზე ტივტივებს აი ესე ზევით და შესაბამისად ფეხებს არხევს, ძალიან მიმზიდველი არის თევზისთვის. და ასევე უძალიან მაგრესად იმუშავა იგივე მოდელმა 1.5 ინჩიანმა პავუკმა, თუმცა ფერი 007. როგორც კი ეს სატყუარი დავაყენე, თევზი არ ვიცი, დაემთხვა, მაგრამ იშვიათად ხდება რა ესეთ შემთხვევაში, როდესაც თევზი პასიურია და რაღაც განსაკუთრებულად აქტიურობას იწყებს.
როგორც ჩანს ეს კონკრეტული ფერი ძალიან მოეწონა დღეს, ეს არის 007, მუქი ასამნის ფერი. ძალიან კარგად იმუშავა და კმაყოფილი ვარ. უმეტესობა თევზი ზუსტად აი ამ სატყუარაზე დავიჭირე. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და იმედი მაქვს რომ დაალაიქებთ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გააქტიურეთ ზარაზღალკი, რომ არ გამოტოვოთ ახალი და საინტერესო ვიდეოები. მე კი გისურვებთ ყველას წარმატებულ თევზაობას და შევხვდებით ძალიან მალე. აბა დროებით.